მშობლები, რომლებიც ამსხვრევენ სტერეოტიპებს. დავამსხვრევ. შენ კი არა ამსხვრევ, ლეწავ. ხოსია. თუ საზოგადოება თვლის, ესე იგი ლეწავ. ხო და კითხავ რა. ეს და გავიწყდა და არ ჩაიცვი? თუ ასე დადიხარ. თქვენ როგორ გინდათ აბა აუდიტორიას კითხავთ? დაგავიწყდათ თუ არ ჩავ? ხო და დაგავიწყდა თუ არ ჩაიცვი? მე ვფიქრობ, ხო. არ ჩავიცვი. ხო და რატომ არ ჩაიცვი? ამ შეკითხვას პროფილში ვსვავ პირველად. 22 წელია ჟურნალისტი ვარ და ასეთ შეკითხვა ჯერ არ დამისვებს. იმიტომ არ ჩავიცვი, რომ ეს გახლავთ ტენდენცია. და იქიდან გამომდინარე, რომ მოდის სფეროს წარმომადგენელი ვარ, ესე შევიმოსო მეცე წლევანდელი ტენდენციების გათვალისწინებით. რატომ არის ეს ტენდენცია? აი რომ გადავაყოთ თვალი, მაგალითად, დიორის მოდის სახის კოლექციებს, ანალოგიურად ხვდებით მოდელებს პოდიუმზე. თუმცა კოკო შანელმა როგორც თქვა, მოდა რომელიც ვერ ახდენს ქუჩამდე, ის მოდა არ არის. აჰა. ანუ შენ გინდა რომ თანამედროვე მოდის ტენდენციები ჩამოიტანო თბილისის ქუჩებში. ხო, და როგორ შეხდება თბილისი ამას მე? თბილისი, არ ვიცი, ახლა როგორ ხდება, როგორ ხდებით? საზოგადოება როგორ დუმილით ხდება. დუმს. მამაკაცებიც კი დუმან. რატო არ მოგწონთ მერსი? ბიჭებო. აყურებელი შოქშია ცოტა. შოქში ხართ? ნუ იქნებით შოქში. ეს ალბათ ახლა მაიკო ერთად. ახლა მოდის ტენდენციები გვერდით გადადე. გადავდოთ მოდის და რეალურად მითხარი შენ ხო ვიცოდი რომ გამოიწვევდი შოქს, როცა მოხვიდოდი აი ასე შილიბად ჩაცმული. იცი რა, სიმართლე როგორ თქვა, არც მე არ მიმაჩნია რომ ეს უნდა იწვევდეს რაღაც შოქს. უბრალოდ შიშველი ხარ მერც თითქმის. არ ვარ შიშველი, არ მაცვია, მაცვია გიორგი შაღაშვილის ზედა, როგორ არ მაცვია. უკაცრავ კერდი თქვენია? ნამდვილი ნატურალური. ამას მაინც ვაუყუროთ ტალში. ეხლა ნასაჭირო ასეთი სიტამანი. იცი რა, სამწუხაროდ რომ თქვა, არ მიფიქრია, როდესაც იგივე ტელევიზიაშიც რომ გადავინაცვლე რაღაც, არ მიფიქრია. შენ მითხავს გადაცემა Music Box-ზე. ეს განხება აკლია ერს და მხოლოდ ერთმანეთს ბაძავენ და მიმბაძავების პრობლემა გვაქვს. ნუ იდეაში ესაც განსაკუთრებული გქონიათ, ახლა უგრო გავდე ქუჩაზე ზუსტად ყურადღებას მომაქცევენ. სწორედ ეს ის ადგილია, რომელიც ყველაზე მეტად მიყვარს და ეპატაჟებად ვაწყობ ხოლმე აქ რაღაცებს, როგორც მე მრჩევია. ყველანაირად შემიძლია აქ მოიშთო, მოიკადმო და ეს არის ვულგარული, ეს არის არზელი ქალბატონის ერთ-ერთი დამახასიათებელი დეტალი. იტყვიან რომ ეს ცოტა ვერ არის, მაგრამ მე გარაფერი. მე არ ვარ გიჟი, ჯგუფის ტელემაყურებლებო, იქიდან გამომდინარე რომ გამჭირვალე ლექსოვილები არის აქტუალური და სასურველია თუ კარგი მკერდი გაქვს, რატომ არ უნდა ჩაიცვა ბრას გარეშე. ეს რო ბრას გარეშე ჩაიცვა, ყავთ ვულგარული, ეგრეთ წოდებული, ხო და უნდა აი და ძალიან დიდი თქვა